მივხვდით, რომ ჩვენ საპნის ოპერას მხოლოდ და მხოლოდ ინდური ცეკვებიღა აკლია და გადავწყვიტეთ მოსულიყავით ბოლივუდური ცეკვების სტუდიაში, განგაში და ეხლა ვისწავლით ინდურ ცეკვას, ინდურს და ბოლივუდურს და მოკლედ ასე ყველანაირად გავხალისდეთ ჰაუსის მაცხოვრებლებს. გამარჯობა. გამარჯობა. ქრისტინე. საპნის ოპერიდან პირდაპირ ცეკვის სტუდიაში. მოგესალმებით, მე ვარ ქრისტინე კაპანაძე, ეს არის ჩვენი სივრცე ბოლივუდური ცეკვების სტუდია განგა. დღეს ვეცდები რომ დღე გაგილამაზოთ და გაგიფერადოთ, ვეცდები რომ შეგასწავლოთ ბოლივუდური ცეკვის მოძრაობები და რაღაც სახალისოდ ესე რომ ვთქვათ ერთად მივიღოთ კარგი განწყობა, პოზიტივი და ენერგია და ამასთანავე მაქვს სიურპრიზი რომ მინდა მოგარგოთ ჩვენი განგა fashion house-ის ინდური პირველი ბრენდის სამოსი თქვენ და იმედია რომ მოგეწონებათ და კარგი დღე გამოგვივა ერთად. წავედით. ჩვენი შოურუმიდან სპეციალურად თქვენთვის მოვიტანეთ ექსკლუზიურად განსხვავებული სამოსი და მინდა რომ ახლა გაჩვენოთ ანასტასია, მოკლედ გვინდოდა გვეთქვა შენთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხა მარიამი გავარდა და შენ რაღაც ანუ მაგასთან იყავი მეგობრობდი და რაღაც ძალიან მაკლია. ხვდებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ რაღაცნაირად გარიყული იქნები ან რაღაცა ვინმე გაგრიყავთ და შეგავიწროებს რა, ანუ ეს არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ გუშინაც გამოვხატეთ ჩემი დამოკიდებულება. მინიმუმ გაგვაჩნია ქალური სოლიდარობა და არ ვაპირებთ რომ შეგავიწროვოთ რაღაცნაირად და არ გეგონოს ასე რომ ეს არ ისტორია ყოველ შემთხვევაში. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით სამართლიანები, შევეცდებით და აი რაღაცნაირად შევეცდებით რომ სწორედ წავმართოთ, მით უმეტეს ბოსები ვართ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე სამართლიანი ვიქნები მეც და ნახოთ რა იქნება. სავში ვარ 4 გოგო და ლელოს როგორი დამოკიდებულებები ექნება ჩემს მიმართ. ისეთი შეგრძნება მაქვს მე რომ ანასტასია ამ დროშებზე გაგვწირავს მეორედ. კი, მეორედ და არ მინდა რომ ისევე გრძნობები განვიცადო, ვეღარ გადავიტანო, ვეღარ გავიგე. აქ შენი სახელი როგორ ისმის, რატო ისმის? ჩემს გარაშე რატომ საუბრობ ჩემზე? აი მოვიდა. არ გინდა დავარღირს ამასთან საუბარი. საუბარი. გაწია ხელი. არ დაგავიწყდეს რომ ჩვენ მას კვირის მოსწრები. ხმები გაგწირე. ხმებს ეგრე გაგწირა. არ დაგავიწყდეს რომ კვირის ბოსები ვართ ჩვენ. ანასტას თქვენ გინდათ რომ მე პროექტი დამატოვებინო. და გინდათ რომ მხოლოდ თქვენ დარჩეთ ამ პროექტში გოგოები და ყველა გოგო აქედან დააგდოთ. გაგოება მაინტერესებს სერიოზულად რა თემის მიხედვით აირჩევთ კვირის აუთსაიდერს. ხუმრობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. მოგვიწევს, როგორც ყოველთვის უწევთ ბოსებს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა ვღელავთ ამ თემაზე. და შევეცდებით, რომ ყველანაირად ვიყოთ სამართლიანები და იმის და გამომდინარე ამ გამოვლენები მოხდება და არა მარტო ამ კვირაში. ხوار მიმანიშნებდით. თვალებით
შენ რას ფიქრობ ანასტასია უკვე გააქვს რაღაც ჯერ მართლა არ ვიცი ვის დავსვამ ვის მივცემ წითელ დროშას ვის დავსვამ ანუ ჩვენ ვართ მოსული ანასტასია სულ ვიღაცას სწრაფს ჯერ არ ვიცი ვის დავსვამ ხო ჯერ მართლა არ მაქვს გადაწყვეტილი არ ვის მივცემ წითელ გადავწყვეტია დროშას ვინ გავარდება შემდეგ ეხლა მართლა მსახიობი მგონია თავი ძალიან სასიამოვნო იყო მართლა სულ მაინტერესებდა მადლობა ისე რომ წარმატებებს ყველას მადლობა დიდი